ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა. კონფერენცია განხორციელდა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ხადას ხეობა, უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ სტუმრები, ბატონი გელა ქისტაური, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი და ქალბატონი მარიამ ხინთიბიძე, პროექტის კოორდინატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი. დილა მშვიდობის, მადლობას მოგესალმებით მობრძანებისთვის. ბატონი გელა, რა თქმა უნდა, თავდაპირველად უნდა დავიწყოთ საუბარი კონფერენციის შესახებ, რომ მიმოვიხილოთ და ვთქვათ თუ რა არის მისი მთავარი მიზანი და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ დეტალურად თუ ვინ იყვნენ წარდგენილები ამ კონფერენციაზე, რა თემები განიხილეთ და ვინ წარსდგა სიტყვით. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, 14 მარტს დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა კონფერენცია, რომლის ხელმძღვანელიც გახდით მე და ესე იგი აღნიშნული პროექტის მეორე ტრანში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით გაიმართა ეს კონფერენცია. კონფერენციაში მომხსენებლები გახდნენ ისტორიკოსები, ეთნოლოგები, ფილოლოგები. ეს საკმაოდ მასშტაბური თემატიკა იყო გამოტანილი აქ. ისტორიული მიმოხილვა მე გავაკეთე უშუალოდ ხადასხეობის. იყვნენ ფილოლოგები, რომლებმაც ისაუბრეს აღმოსავლეთ საქართველოს და არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრები, სახალხო მთქმელების, ასევე იმ ძველი ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესახებ, რომლებშიც ასახული არის ქართველი ხალხის, კერძოდ მთიელთა ის ტრადიციული სააზროვნო სისტემის ელემენტები და ასე შემდეგ. ასევე გახდნენ ეთნოლოგები, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო მოხსენებები გააკეთეს, არა მარტო ხადას, ეთნოლოგიური წარსულის და აწმოს შესახებ, არამედ უშუალოდ საქართველოს მთიანეთის შესახებ. ეთნოლოგებიდან განსაკუთრებით საინტერესო გახდათ ქალბატონი ნინო ღამბაშიძის მოხსენება, ქალბატონ ნათია ჯალაბაძის მოხსენება, ასევე იყო გორის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ოთინაშვილი, რომელმაც საინტერესო მოხსენება გააკეთა კერძოდ შიდა ქართლის ტოპონიმიკაზე, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ქართულ ტოპონიმიკაზე, სადაც ესე იგი რომლის მიმართულებითაც არის მცდელობა, რომ ეს ტოპონიმიკა გამოცხადდეს მაგალითად ოსურად, რომ გადაიშალოს ეს ქართული კვალი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემ მოხსენებას, ჩემი მოხსენების დროს ყურადღება გავამახვილე ისტორიული ციკარას, იგივე ხადას, ისტორიის შესახებ, რომელ წყაროებში არის მოხსენიებული, რა კონტექსტით არის მოხსენიებული ისტორიული ციკარა, მიმოვიხილე ქართული და ის უცხოური წერილობითი ნარატიული წყაროები, სადაც მაგალითად აღნიშნული არის ციკარის ისტორია, ციკარის როლი, მაგალითად მთლიანი საქართველოს, ერთიან ისტორიულ ჭრილში და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აქცენტი მოუნა გაკეთებული საქართველოს მონღოლთა ურთიერთობის შესახებ, აი ამ პროცესის დროს ციკარა გახდათ ის ტერიტორიული რეგიონი, გეოგრაფიული არეალი, სადაც მაშინდელი საქართველოს მეფე დავით მერვე თავს აფარებდა და მონღოლებმა ფაქტობრივად რატომ ვერ შეძლეს დავით მერვის დამარცხება და რატომ ვერ შეძლეს იმ მიზნის მიღწევა, რაც მაშინ მათ უნდოდათ. უპირველეს ყოვლისა, ეს გამომდინარე იქიდან, რომ ციკარა იყო მტერთაგან შეუვალი. ეს იყო მეფეთა თავშესაფარი, ადგილობრივი მოსახლეობაც გახდათ მაშინდელი საქართველოს სამეფო კარის ერთგულნი, ჩვენ და სამწუხაროდ განსხვავებით იმ დანარჩენი საქართველოს, ზოგიერთი დანარჩენი საქართველოს მხრის მოსახლეობისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფეოდალური მენტალიტეტის საკითხი. ეხლა აქედან გამომდინარე, რომ საქართველოში რომ შემოდიოდა მტერი სამწუხაროდ, აი ფეოდალური მენტალიტეტიდან გამომდინარე, ზოგიერთი საფეოდალო, ფეოდალი მტრის მხარეზე დგებოდა კონკრეტული მიზეზებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ დროს, როდესაც დავით მერვე
ციკარას აფარებდა თავს, ადგილობრივი მთიელები, კერძოდ ხადელები, მოხევეები, დავით მერვის ერთგულნი იყვნენ და ციკარას მატერიალურმა, კულტურულმა მემკვიდრეობამ, არქიტექტურულმა, თავდაცვითი არქიტექტურულმა ნაგებობებმა, თვითონ გეოგრაფიულმა არეალმაც, რა თქმა უნდა, დავით მერვეს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ თავისი გეგმები, თავისი მიზნები, თავისი ეს დაუმორჩილებლობა ბოლომდე გაეტანა და მონღოლებმა, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს ამის გამო თავის მიზანს. ვერ ჩაიგდეს დავით მერვე ხელთ და რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა დავით მერვისთვის და არა მარტო დავით მერვისთვის, ზოგადად საქართველოს სამეფო კარისთვის დიდი მიღწევა გახლდათ. კი ბატონო, მარიამ, თქვენთვის რამდენად საინტერესო იყო მუშაობა ამ პროექტზე, რა შეისწავლეთ და რა სახებოდა თქვენი მოხსენება კონფერენციაზე და რა მოგცათ ამ კვლევამ? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის პირადად ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რადგანაც ეს არის სიახლე, ეს არის საინტერესო და შემოქმედებითი საქმიანობა, ძალიან დამღლელი, თუმცა ძალიან სასიამოვნოდ დამღლელი, რა თქმა უნდა, და ყოველთვის მირჩევნია ხოლმე კაბინეტურ მუშაობას, ველზე გასვლა, ახალი გარემოს შესწავლა, ახალი ადამიანების გაცნობა, მათი ისტორიების მოსმენა. ჩვენ წინა წელს ამ პროექტის ფარგლებში გავხდით ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში მთიულეთში, კერძოდ კი სოფელ ბედონში. მოვიარეთ სოფელი, დავათვალიერეთ სოფლის არქიტექტურული ძეგლები, ასევე ნიშები, ეკლესიები, ზურგიანი კოშკები. გარდა ამისა, გადმოვიღეთ საფლავის წარწერების პალეოგრაფიული პირები, ჩავიწერეთ მასალა ველზე, ეთნოგრაფიული მასალა მოსახლეობისაგან. და ზოგადად შევისწავლეთ არსებული სოციალური გარემო. გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფი მუშაობს არქივებში, საარქივო მასალებზე და აი ამ ინფორმაციას ვადარებთ პროექტის ფარგლებში ერთმანეთს და ძალიან საინტერესოა აი არსებული და წარსულში ეთნოგრაფების მიერ დატოვებული ჩანაწერების შედარება ერთმანეთთან, აი მაგალითად 50-70 წლის წინ ვინც იმყოფებოდა ამ ადგილას და დაგვიტოვეს ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიული ჩანაწერები, მათი შედარება დღევანდელ მდგომარეობასთან და აი წელსაც იგეგმება იგივე ხაზით გაგრძელება ამ ეთნოგრაფიული ექსპედიციებისა უკვე სხვა სოფლებში, სხვა ადგილებში და აი ამ არქიტექტურული ძეგლების აღწერა და გამოკვლევა, რომელიც შემორჩენილია დღემდე. და რა ეტაპზეა კვლევა და ალბათ თავისთავად არის ისეთი ფაქტები, რომელიც აქამდე უცნობი იყო და კვლევის პროცესში გამოვლინდა თავისთავად. აი რა სიახლეებს წააწყდით და რა სიახლეები აღმოაჩინეთ ამ პროცესში? ნუ სიმართლე გითხრათ, ყოველთვის როდესაც ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში მიდიხარ, სიახლეები ყოველთვის ძალიან ბევრია, თუნდაც წარსულთან შედარებით, თუნდაც აი დღევანდელი მდგომარეობა და ეს ხომ ცოცხალი პროცესია. ყველაფერი ეს იქ ადამიანების ცხოვრება, სოციალური გარემო და ასე შემდეგ და ჩვენთვის პირადად სიახლე იყო იმ ნასახლარების აღმოჩენა, იმ ნასახლარების ნახვა, რომელიც არსებობს ამ სოფელ ბედონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზურგიანი კოშკები და ამ კოშკებზე გამოსახული თუნდაც ხელის გამოსახულებები, რომლებმაც ძალიან დამაინტერესა. ხელის გამოსახულებები არ არის უცნობი, ვთქვათ, ფეოდალური იმ რეგიონებისათვის, სადაც ეს ფეოდალური სისტემა უფრო გამჟღარი იყო, მაგრამ მთის მოსახლეობისთვის აი ეს ფეოდალური მმართველობა ცოტა უცხოა და საინტერესოა აი ამ ხელის გამოსახულებები და მათი დანიშნულება, ასე ვთქვათ, მთაში რას წარმოადგენდა. ეს ჯერჯერობით ისევ კვლევის საგანს წარმოადგენს და ვნახოთ საბოლოო შედეგი რას მოგცემს. როგორ გრძელდება პროექტი, რა იქნება საბოლოო მიზანი და რა ეტაპზეა? კი ბატონო. ნუ პროექტის საბოლოო მიზანი არის ხადის ფუნდამენტურად შესწავლა. და პროექტი დასრულდება მონოგრაფიით. ხადის ფუნდამენტურ შესწავლაში, ანუ კომპლექსურად შესწავლაში რას გულისხმობს? ეს შესწავლილი იქნება ეთნოგრაფიული კუთხით, არქიტექტურული კუთხით, რა თქმა უნდა, ისტორია თავის მხრივ და ხალხური რელიგიური სააზროვნო სისტემა. ანუ მოგეხსენებათ ახლა საქართველოს მთიანეთში, არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, არამედ დასავლეთ საქართველოს მთიანეთშიც, მრავლად არის ჯერ კიდევ დღემდე შემორჩენილი ხალხური ქრისტიანული
ეს ელემენტები, ანუ მაგალითად საკლავის დაკვლის რიტუალი, ეს დეკანოსთა ლოცვები, დალოცვები, დამწყალობნება, სადიდებლები და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ზეპირსიტყვიერ მასალას ვიცერთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ჩანაწერების სახით და რა თქმა უნდა ეს ჩანაწერები გაამდიდრებს საქართველოს მაგალითად იმ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, გაამდიდრებს ეთნოგრაფიულ ფონდს და ასე შემდეგ. ამ კვლევისას იმდენი მასალა გამოვლინდა არქივებში, თვითონ საველე ეთნოგრაფიული კვლევების დროს. საუბარი და საინტერესო ასევე რატომ აი ზამაინც ხადა ვთქვათ და რატო ეს თემა? ნუ ხადაზე 2012 წლიდან მუშაობ და ერთი სიტყვით შემიყვარდა რა ეს კითხვა. აქ მივხვდი რომ აქ არის ამოუწურავი მასალა, შეუსწავლელი მასალა. აი მაგალითად ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილი იყო ასეთი, დღემდე შემორჩენილი არის ასეთი ცნობა, რომ ხადაში იყო 12 ბერი, სასულიერო პირი. უბრალოდ ეს ცნობა არსებობდა, დღესაც არსებობს რა თქმა უნდა, გადმოცემით კი. მაგრამ ამის დამადასტურებელი არტეფაქტი არ არსებობდა. და ჩვენმა ექსპედიცია გასულ წელს მიაკვლია მე-19 საუკუნის სასულიერო პირების საფლავის ქვებს, წარწერიან საფლავის ქვებს. მნიშვნელოვანი აღმოჩენა. კი ბატონო. ჯერჯერობით ორი სასულიერო პირის საფლავები აღმოვაჩინეთ, მივაკლიეთ. წარწერები არის, რა თქმა უნდა, ეს პალეოგრაფიული პირები გადმოვიღეთ. ეხლა დამუშავების პროცესში არის. და იმედი გვაქვს, რომ შემდგომი ექსპედიციების დროს აღმოვაჩენთ სხვებსაც. ერთი სიტყვით ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ზეპირსიტყვიერება და აგერ ეს კიცებულება, რა თქმა უნდა, ხო, ამ არქეოლოგიური რა ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად აღმოჩენილმა ფაქტმა ეს ზეპირსიტყვიერების ეს ხსოვნა გაამართლა, ანუ ერთმანეთის თანხვედრაში არის ეს. ასე რომ ამ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში არის სინამდვილე დაცული. მარიამ, აი ბატონო გელამძანა რომ ხადამ შემოყვარა თავი. თქვენ შეგაყვარათ და აგრძელებთ თქვენ ჩართულობას? კი, მეც ძალიან შემიყვარდა. შარშანდელი ექსპედიციის დროს პირველად ვიყავი მე ხადას ხეობაში, ასულა მართლაც გარემოც ხალხიც და აი ეს სამუშაო პროცესიც ისეთია, რომ შეუძლებელია გულგრილი დარჩი ამ ყველაფრის მიმართ. ამიტომ სიამოვნებით ველოდებით მომდევნო ექსპედიციის მომდევნო ეტაპთან რაც თქმა უნდა. ჩვენს გისურვებთ წარმატებას ამ საქმიანობაში და გელოდებით შემდგომი აღმოჩენები და შემდგომი სიახლეებით. მადლობა, ეხლა ხადა არის გამორჩეული თავისი ულამაზესი ბუნების ძეგლებით, ორონიმებით, ჰიდროგრაფიული ქსელით, ну, რა ვიცი, კვლევებისთვის ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. გარდა იმისა, რომ მომლოსნელი სილამაზე კადრებსაც ხედავ და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გავს ექსპედიციებს, კონფერენციებს, ჩვენს კულტურას, ისტორიას და მადლობა ამისთვის მათ და მესეურებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ვიცით რომ უნივერსიტეტი განსაკუთრებით ემსახურება ქართულ საქმეს, მისი დამფუძნებლის კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით. მადლობა მობრძანებისთვის და გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა. ბატონი გელათისთაური, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი და მარიამ ხინთიბიძე პროექტის კოორდინატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი.